რა მოხდა რეალურად თელავის ხევში და რა მასშტაბის კატასტროფას არის გადარჩენილი თელავი. ახლა ვიმყოფები თელავის ხევში. ძალიან ბევრი ვარაუდი და ვერსია მოვისმინე, რის გამო მოხდა თელავში ასეთი სტიქია. ამბობდნენ რომ დამბები იყო გასაწმენდი, მაგრამ ახლა მე ვიმყოფები პირველ დამბასთან და გაჩვენებთ რა სიტუაციაა. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ აი ეს მდგომარეობა, აი აქ რა ხდება. შეხედეთ. თვალი ვერ წუდება, რა რაოდენობის ქვა და ღორღია აქ წამოსული. ასევე მე თვეში ერთხელ მაინც დავდივარ აქ და დავდიოდი უფრო სწორად, ეხლა უკვე ძალიან რთულია აქ ამოსვლა. დამბების აი ამების გავლით ამოვედი მე და არავის არ გირჩევთ აქ ამოსვლას, ძალიან საშიშია. უბრალოდ მე მინდოდა ჩემი თვალით მენახა თუ რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო აქ და მივხვდი რომ ამ დამბებმა ძალიან კარგად იმუშავა. რომ არა ეს დამბები არ ვიცი თელავში რა მოხდებოდა და აგიხსნით რატომ. ეს დამბები გასუფთავებული იყო 2022 წელს მახსოვს რომ გასუფთავდა და იმის შემდეგ სუფთავდებოდა ეს ტერიტორია. მაგრამ ახლა დააკვირდით ვინც აქ ამოდიხართ ხოლმე ხშირად. აი ეს დამბები მინიმუმ ორჯერ მაღალი იყო. ძალიან მარტივად რომ გაჩვენოთ ახლა შორიდან არ ჩანს, კარგად ახლოს მივალ რა სიმაღლის არის ეს დამბები. შეხედეთ, დაახლოებით ახლა ეს არის 3 მეტრის სიმაღლის მაინც, შეიძლება უფრო მეტი, 3 არა 4-5 მეტრი იქნება. ორჯერ მაღალი იყო ეს დამბები და შეხედეთ რა რაოდენობის ქვა და ღორღი შეაჩერა ამ დამბამ. ჯამში რომ შევაფასოთ სამივე დამბამ რა რაოდენობის ქვა, ღორღი და ხე შეაჩერა, შეიძლება 100,000-ობით ტონა მივიღოთ. რეალობა ეს არის, იმიტომ რომ კალაპოტი არის მთლიანად ამოვსებული. აი ახლა მე სადაც ვდგავარ, მიწის დონე არის გაზრდილი დაახლოებით 5 მეტრით მაინც. იგივე მდგომარეობაა ქვედა დამბებზეც. და ნახეთ რა შეასაქმე, როდესაც უკვე აი ეს ადგილი გადაივსო, ქვა და ღორღით, შემდეგ უკვე წყალმა უნდა იპოვოს აუცილებლად გასასვლელი და შემდეგ უკვე გვერდი აუარა დამბას და დაეშვა ქვემოთ მეორე დამბისკენ. ახლა გაჩვენებთ იქ რა მდგომარეობაა. ახლა შეხედეთ ქვემოდან, ეს ისევ ზემოდან პირველი დამბაა, პირველი ჯებირია. შეხედეთ რა სიმაღლეა ქვემოდან. აი ეს ჯებირი. წარმოიდგინეთ რა რაოდენობის ქვიშა და ქვაღორღია იქ შეჩერებული ამ დამბის საშუალებით. აი ეს არის უკვე კალაპოტი, რომელიც წყალმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დამბებს, აი ამ ჯებირს გვერდი აუარა, იმიტომ რომ გადაივსო და ვეღარ გაატარა უკვე წყალი და შემდეგ უკვე გაიკეთა კალაპოტი აი აქ. აი ეს ეშვება უკვე ქვედა წყლის შემაკავებელი ჯებირისგან. აი აქ უკვე თუ შეიძლება ითქვას ამაზე შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა. შედარებით ოდნავ მცირე რაოდენობის ქვა და ღორღია აქ, იმასთან შედარებით რაც ზემოთ ხდება. და აქაც იგივე მოხდა. ისევ რომ გადაავსო, იმ დონეს რომ მიაღწია ამ ქვა და ღორღმა, ამ ნაშალმა, რომ უკვე ზემოთაც ეს მეორე დამბაც უკვე გაჭედა იმ დონეზე, რომ წყალი უნდა გადავარდნილიყო გვერდით, აქედანაც გაიკეთა კალაპოტი, აი აქ და ისე უკვე დაეშვა ქვემოთ. ეს გარდაუვალი მოვლენაა. აი ესეც მეორე დამბის ძირი ახლოდან. რაოდენობის ხე აქვს შეკავებული მაგრამ დამბას. წარმოიდგინეთ ეს უქრემოთ ჩასულიყო. აქ მოხდებოდა შემდეგი რამ. აი ეს მთლიანი მასა კავკასიონზე კი არ გაიჭედებოდა, კავკასიონის ბოლოში. გაიჭედებოდა თელავის თაღშივე და რა ვიცი, მერტმა დაგვიფარა რომ ეს რამე არ მოხდა, გადარეცხავდა ალბათ თელავს. წყალმა როგორც თქვი, გვერდი აუარა მეორე დამბასაც, მაგრამ აქ მოხდა შემდეგი რამ. აი ეს არის გვერდითა ჯებირი დამბის, რომელიც წყალს მიმართულებას აძლევს. ამასაც კი გვერდი აუარა იმდენად იყო გადავსებული კალაპოტი და ქვეშ გაიარა წყალმა და თავისივე სიმძიმემ გახეთქა აი ეს კედელი.
სარეაბილიტაციო. აი აქ იყო გზა საერთოდ. აქ ეხლა აკეთებენ გზას, ისევ გაყავთ მიდის გაწმენდა ნაშალის, ქვის, ღორღის, მოკლედ ოჩახი ბიჭებს პირველ დამბამდე მოაღწიეს რა. აი აქ იყო მოკლედ გზა და ეხლა გაკეთებული ნელ-ნელა კეთდება. აი აქ არის კალაპოტი. აი პირველ დამბამდე უკვე გზა მოსული. ეს გზა რამოდენიმე დღის წინ სტიქია როცა მოხდა აღარ არსებობდა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. აი ესეც ქვემოდან პირველი დამბი. და შეხედეთ რაზეც ვსაუბრობდი. შეადარეთ ახლა ტექნიკის მასშტაბთან შედარებით. აი ეს არის თელავის ხევის სიღრმე. წარმოიდგინეთ რომ აი ეს სივრცე ზემოთ სამივე ჯებირთან არის ამოვსებული ქვიშით, ქვაღორღით და ხის ნარჩენებით. წარმოიდგინეთ რომ არა ეს ჯებირები, რომ არ ყოფილიყო გაწმენდილი ეს ჯებირები, რა მასშტაბის კატასტროფასთან გვექნებოდა საქმე. მთელი ეს ქვა და ღორღი წამოვიდოდა პირდაპირ თელავისკენ და არ გაიჭედებოდა კავკასიონის ქუჩაზე, რომელიც თელავის ქვედა ნაწილია. ალბათ გაიჭედებოდა ზემოთ მხარეს, დაგროვდებოდა ძალიან დიდი რაოდენობის წყალი, ძალიან დიდი რაოდენობის ქვა და ღორღი და შეიძლება გადაერეცა მთელი თელავი. ძალიან დიდ სტიქიურ უბედურებას არის გადარჩენილი თელავი. ალბათ კავკასიონზე მომხდარი ეს სტიქიური მოვლენა არის სულ 5% იმ მასშტაბის, რა მასშტაბისაც შეიძლება ყოფილიყო თელავის ხევის წყალმოვარდნა.